2011 წლის პირველი ვარიანტის მეცხრე ამოცანა. Რამდენი წიბო აქვს პრიზმას, რომელსაც აქვს 10 წვერო? ნუ ეხა პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ამოცანა რო ამოხსნათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენს თეორიების page-ზე და დასერჩოთ პრიზმა. ან პრიზმის წვეროები, კუთხეები, ასე შემდეგ. და ამოგიგდოთ პირდაპირ როგორ უნდა ამოხსნათ ხოლმე ესეთი ამოცანები. მაგრამ თუ არა და მაინც გეტყვით, რომ პრიზმას რამდენი წვეროც აქვს, იმდენი გაყოფილი 2-ზე კუთხე აქვს. ანუ რას გულისხმობ? ავიღოთ ახლა ჩვენი პრიზმა რაღაცა ესე ვთქვათ. დიახ, მნიშვნელობა არ აქვს. რას დავხაზავ, ერთი რაღაცა მინდა დაგანახოთ. ნუ მოკლედ, როგორც ხედავთ, რა ქვია, 10 წვერო თუ აქვს, ნუ ამ შემთხვევაში აქვს ჩვენს აი ამ კონკრეტულ პრიზმას რამდენი 4 ქვემოთ, 4 ზემოთ, ანუ სულ 8 წვერო აქვს. ნუ როგორც ხედავთ, რამდენი კუთხაც არის ეს პრიზმა? ის გამრავლებული 2-ზე არის. ანუ 4 კუთხა არის აქ. ანუ ქვემოთ ერთხელ, ისა ზემოთ მეორეჯერ. და ნუ შეიკრიბა და გამოდის 2-ჯერ მეტი, ამიტომაც. ეს კუთხეები და წვეროების დამოკიდებულება. ეხლა რა შეიძლება წიბოებს? როგორც ხედავთ, თუ ქვემოთ არის n კუთხა, გვექნება ქვემოთ, ნახეთ, n კუთხა ფიგურა რო შევადგინოთ, უნდა ავიღოთ n ცალი წიბო. ნუ ზემოთაც ზუსტად იგივე ფიგურა გვაქვს. ანუ კიდე n ცალი წიბო უნდა ავიღოთ, რო შევადგინოთ და მე კიდე ეს თითოეული კუთხეები, ანუ ორი ეს კუთხე, ერთი ქვემოთ, ერთი ზემოთ, უნდა კიდე ერთი წიბოებით დავაკავშიროთ. ანუ გამოვიდა რომ კიდე ერთი წიბო. ანუ n კუთხა ფიგურას ესენი შევკრიბოთ. გამოდის 3n წიბო. ანუ n კუთხა ფიგურას ქონია თავი, ანუ n-ზე 3-ჯერ მეტი წიბო. ნუ კაი, ეხა აქ ხო თქვით რომ თუ 10 წვერო აქვს თქო, მაშინ კუთხეები ექნება უდრის 10 გაყოფილი 2-ზე, უდრის 5. და ნუ წიბოები იქნება თქო, რამდენი კუთხაც არის? 3-ჯერ მეტი. გამო 5-ჯერ 3 უდრის 15. ანუ გამოვიდა რომ ამ ჩვენ პრიზმას რომელსაც 10 წვერო აქვს 15 წიბო. ანუ ამ ამოცანის პასუხი არის D15.